მოგესალმებით. მივესალმებით საზოგადოებას. დღეს წარმოგიდგენთ 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებს, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლის პერიოდში. აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3.930.000 კაცით განისაზღვრა. 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით, ანუ რიცხობრივ გამოსახულებაში ეს გახლავთ 216.000 კაცი. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 5%-ული პუნქტით, 57-დან 62%-მდე. ქალაქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%, დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1.321.000 კაცს, რაც 20%-ით, ანუ 223.000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს. 54%-ით გაიზარდა ასევე მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქ ბათუმში 153.000-დან 236.000-მდე. თბილისის გარდა მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლში. დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარის, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. აღწერის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 96.1%, ანუ 3.765.000 კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 8.865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 2.5%-ით, ანუ 91.000 კაცით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4%-ია, რაც რიცხობრივ გამოსახულებაში 134.000 კაცს შეადგენს. მათ შორის 1063 მოქალაქეობის არ მქონე პირია. ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37.700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1% შეადგენს. 23.900 ინდოეთის მოქალაქეა, ანუ მთელი მოსახლეობის 0.6%, 11.500 უკრაინის, 8.300 აზერბაიჯანის და 5.400 სომხეთის მოქალაქეა. მოსახლეობის 84.1%, ანუ 3.304.000 კაცი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში ცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით, ანუ 80.000 კაცით. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანელი ეროვნების მქონე მოქალაქეები 269.000 კაცით, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 6.8%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა სომეხი ეროვნების მქონე მოქალაქეები 4.3%-იანი წილით. შემდეგ მოდიან რუსი ეროვნების მოქალაქეები 1.1%-ით და ინდოელები 0.6%-იანი წილით. მოსახლეობის 82%, ანუ 3.223.000 კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 4.1%-ით, ანუ 126.000 კაცით. ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის 2.6%-ს, კათოლიკეების 0.6%-ს, ხოლო დანარჩენი რელიგიის მიმდევრებზე ჯამურად 3.8%-ი მოდის. მოსახლეობის 85%-ისთვის ქართული ენა წარმოადგენს მშობლიურ ენას,
აღნიშნული მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია გასული 10 წლის განმავლობაში 2.7%-ით, ანუ დაახლოებით 89,000 კაცი. 6.8%-ისთვის მშობლიური ენაა აზერბაიჯანული, 3.5%-ისთვის სომხური, ხოლო 1.4%-ისთვის რუსული. ასევე როგორც მოგეხსენება ჩვენ მოსახლეობის აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩავატარეთ, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი სურათი გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 809,000 ჰექტარს შეადგენს. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს მრავალწლიანი ნარგავების თვალსაზრისით, რომლის ფართობიც დაახლოებით 60-61%-ით გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 109,000-დან 176,000 ჰექტარამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეხილის ბაღების და ვენახების ფართობის ზრდა. ვაზის ჯიშთა რაოდენობა 165 მილიონს შეადგენს, საიდანაც 2 წამყვანი ჯიშის, ქაცითელის და საფერავის წილი 80%-ს შეადგენს. ქვეყანაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 841,000 შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 15%-ით, ცხრის სულადობა 704,000 შეადგენს, ესეც შემცირდა 25%-ით, ღორის სულადობა 239,000-ია, გაზრდილია აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით. გარდა ამისა, აღწერის შედეგების მიხედვით ქვეყანაში ფრინველის რაოდენობა 9.8 მილიონს შეადგენს, ეს გაზრდილია დაახლოებით 19%-ით და ქვეყანაში დაახლოებით 191,000 ფუტკრის ოჯახია. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 17%-ით. ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ასევე თქვენი ყურადღების გამახვილება. როგორც მოგეხსენებათ, მოსახლეობის აღწერები ტარდება 10 წელიწადში ერთხელ, ხოლო აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა განისაზღვრება მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვის საფუძველზე. მოგეხსენებათ, აღწერისა და მიმდინარე დემოგრაფიული მონაცემებს შორის სხვადასხვა პერიოდულობით არსებობს გარკვეული განსხვავება, რაც ძირითადად აიხსნება მეთოდოლოგიური თავისებურებებით. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვისას შობადობა მოგტოვების გარდა ჩვენ ვეფუძნებით საზღვრის კვეთის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს ძალიან კარგ წყაროს მიგრაციული ნაკადების თვალსაზრისით, ანუ ვინ შემოვიდა და ვინ გავიდა ქვეყნიდან, თუმცა ის არ იძლევა სრულყოფილ სურათს ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები მოსახლეობის შესახებ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ნიუანსი გახლავთ ასევე ის, რომ მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვისას საქსტატი ეფუძნება 6 თვიან კრიტერიუმს, ანუ იმიგრანტად ითვლება პირი, რომელიც გასული წლის განმავლობაში მინიმუმ 6 თვით იმყოფებოდა ქვეყანაში მუდმივად. ხოლო აღწერის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩვენ ვეფუძნებით 12 თვიან კრიტერიუმს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვა და ზოგადად საზღვრის კვეთის მონაცემები არ ასახავს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან მოსახლეობის გადაადგილებას, რასაც ითვალისწინებს რასაკვირველია მოსახლეობის აღწერა. სწორედ ამიტომ გახლავთ აღწერები მოსახლეობის სტატისტიკის წარმოებისას უპირველესი და უპირატესი წყარო და სწორედ ამიტომ ხდება აღწერის ჩატარების შემდეგ აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობის გადაანგარიშება, რომლის პრაქტიკაც არსებობს საქართველოშიც და საზღვარგარეთ.